პლასტმასი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი და იაფი გამოსავალია, ბუნებაში ასეულობით წლების განმავლობაში არ იშლება. ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნარჩენი გროვდება და დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემებს, წყალს, ნიადაგს და ცოცხალ ორგანიზმებს. ამ გლობალური გამოწვევის დასაძლევად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ პლასტმასის ალტერნატივას. ერთ-ერთ ინოვაციად იქცა ამერიკული სტარტაპი GeaStar, რომელმაც თიხის ერთჯერადი ჭიქები შექმნა, რომელიც თავისუფალია ქიმიური დანამატებისგან, ბუნებრივად იშლებიან გარემოში და არტოვებენ მიკროპლასტიკს. ინსპირაცია მოდის ინდური კულჰარიდან, თიხის ერთჯერადი ჭიქიდან, რომელსაც დაახლოებით 5000 წლის წინ ჩაის დასალევად იყენებდნენ. სტარტაპმა ეს ძველი ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიით გააცოცხლა. ჭიქები მზადდება თიხის, წყლისა და მარილისგან. თავდაპირველად ისინი თხელი იყო, თუმცა მომხმარებელთა გამოხმაურების შედეგად პროდუქტი შეიცვალა. უფრო პრაქტიკული და მდგრადი გახდა. ერთი ჭიქის გამოყენება ახლა საშუალოდ 3-5 ჯერ შეიძლება, სანამ ბუნებრივად არ დაიშლება. დღეს თიხის ჭიქები ამერიკის შეერთებულ შტატებში 200-ზე მეტ ლოკაციაზე გამოიყენება, მათ შორის ყავის მაღაზიებსა და კაფეებში. ის პრაქტიკულია როგორც ცხელი, ისე ცივი სასმელებისთვის, ასევე დესერტებისთვის. თიხით შექმნილი პროდუქტი როგორც პლასტმასის, ისე ქაღალდის ჭიქების ალტერნატივაა. სტარტაპის მიდგომა ეფუძნება ცირკულარულ ეკონომიკას. პროდუქტი რამდენიმეჯერ გამოიყენება, ბუნებრივად იშლება და ამცირებს ნარჩენს. მომხმარებლებს კი ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან არჩევანს აძლევს.